გესალმება ჩაბათის მებაღე, დღეს შევქმნით ახალ ყვავინას, გავითვალისწინებთ განათებას, მორწყვას და ნიადაგის შემადგენლობას. ეს არის ჩემი ამბოსასვლელი. გარაჟის შესასვლელი. გვერდზე სტუმრად მოსulis მანქანის ადგილს ვტოვებ. როდესაც ჩემი ის ძირითადი სახლის წინ ვერანდის წინ კლუმბა აგვისტოში უკვე დაიღლება, გაუფერულდება. ამ დროს აფეთქდება ეს ჟოლოსფერი წითელი ოლეანდრი. აქეთ მხარეს 2 ცალი მაქვს. აქეთ ირმისქა იგივე ფერის და აი მას ამოვიღებ ჰიბისკუს ლავანდერ შიფონს ამოვიღებ აქედან და ეს 2 პატარა აი ეს აქეთ ხარეს 1, 2 სამწუხაროდ რო შევკვეთე ესეთი პატარები მომიტანა შევკვეთე დიდი. არ ქონდაო დიდიო, ეს არის ვაიმე რა ქვია ალბიცია. რომელიც აგრეთვე ესეთი ჟოლოსფერი ფუმფულა ყვავილებით ყვავილობს ამ დროისთვის. ანუ მე ეს ფერი შენარჩუნებული მექნება აგვისტოში. გაზაფხულზე იყვავილებს, მაგრამ მას დიდი ხანი უნდა დაველოდოთ. ეს არის მაგნოლია. წყავი. შემდეგ აგრეთვე აი ესე წითლად გაწითლდება ამ პერიოდისთვის ჰორტენზია და აი ზემოთ დღეს ჩავდგე გაცრავად ენა დამება დეილილი ინგლისურად ლილეინიკი რუსულად მათ შორის არის ფონიტეილ რომელიც გაიზრდება და ხო ვიცით ამ ჰემორაგლისებს აქვს თვისება რომ ფოთლები უჭკნება როცა ყვავილობას იწყებს და წითელია ეს ჰემორაგლისი შესაბამისად ეს ფონიტეილა ის ბალახი ითესება ფუმფულაიმებს იკეთებს საყვავილედებს აი თავთავებს დაითესება მე აღარ გავყავ იმიტომ რომ შეიძლება გაიყოს და გადანაწილდეს თვითონ დაითესოს არ არის პრობლემა და შედარებით დამიფარავს ამ ფოთლებს. ზემოთ მაქვს ესეთი მე რა ქვია. აი ესენი. რა ქვია და როზმარინი. ოღონდ ეს როზმარინი არის ესეთი გადმოიფინება, წოლიარია. აქ ბევრი პირდაპირ ეხლა ხანს მომცა მეგობარმა ტოტი დავჭერი და ჩავარჭე და რომელიც გაიხარებს დავტოვებ, რომელიც არა, არ დამენანება, ზედმეც ამოვიღებ, სამწუხაროდ გახარებულს თუ ადრევე არ მოუძებნე, მალევე 1 წელიწადში ადგილი, მე იმხელა იმ სიგრძე ფესვს იკეთებს ქვემოთ ღრმად ის რო გავწყვიტო ჩემი გამოცდილებით მე გადარგვას ვეღარ ვახერხებ. ზემოთ მაქვს ისევ ლონიცერების ღობეს ვაპირებ. მაშ ასე. აი ესაც ვერბენა ბანარიული ძალიან ლამაზი იქნება და ესეც დაითესება და აირევა ფონიტეილში. ეს ის დაბალი არ იქნება ფონიტეილ ბალახი. ფაციები, რომელიც აი მხოლოდ ჯაშან ჩავრგი და უკვე რამხელებია, ეს პროსტა 1 ცალი მოყვა იგივე ქოთანში და ცალკე ჩავრგი, აქ ვაპირებ ხოსტას. იქ მარაწვანე ღობე მექნება აი ამონეოსებისაგან. იქ პატარები უყურეთ, ეგრევე ჩავარჭე. გადაჭრილი, აი ესე გავამრავლე ეს ყველა დანარჩენიც. და აქ ეს არის ებრიფოლია სემი. რომელიც იქით მქონდა მიწაში და ამონაყრები გაიკეთა, აქ მაწყობს მცენარები, რომლებიც ითესება და ამონაყარს იკეთებს, რომ ეს პატარა ფერდობი, დამრეცი ფერდობი გამიმაგროს. აქ ცოტა მინდა ესეთი ტროპიკული, სუბტროპიკული ზონა გავაკეთო, ეს საკმაოდ მაღალი იზრდება დიდ ფოთლებად, აქ ხოსტა მინდა გავუკეთო. აი ეს ვინკა დაფარავს ამ ზედაპირს, თავიდან დავეხმარები, რომ
სარეველებისგან გავანთავისუფლებ და მერე სარეველა აღარ ამოვა, იმედი მაქვს. აი ესეთ რაღაცას ვაკეთებ, აი ეს გადარგვები. აი ეს გადარგვები გავაკეთე დღეს. გადარგვები არ მთავრდება, დარჩით ჩემთან. სებრიβოლიას ემზეყვებოდი მგონი, ხომ? მე ქოთანში გადავიტანე, იმიტომ რომ ადგილზე არ მინდოდა რომ გამრავლებულიყო, გვერდებზე გასულიყო. და თქვენ წარმოიდგინეთ, ქოთნიდანაც კი მიწაზე მედო ქოთანი მნახორეტებიდან ფესვები გამოიტანა და იქ მომიწია, კარგად გადაბარვა, რომ ამის ფესვები ამომიღო, იმდენად იყო გასული მიწაში. ეს იკეთებს თეთრ ფუმფულა თავთავებს, ძალიან ლამას, თუმცა სერიოზულად აგრესიულია. ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა? აი ზამთარში გამოჩნდება ეს ყველაფერი, ვთქვათ, ფაციას გარდა, ხო? და იქ ზემოთ მარაწვანების გარდა, სხვათა შორის ვინკაც ინარჩუნებს ამ ფერს ზამთარში, გაზაფხულზე ცისფრად ყვავის, და ამ ცისფერზე მერე მოგიყვებით. აი აქ ვაკეთებ, აი ესეთ ჯერ კარგად ფორმირება აკლია, იმიტომ რომ სულ მეორე წელია, რაც როზმარინები ჩავრგე და უკვე ნახეთ რა მხელებია. აი ეს უკან ლავანდა ეხლა ხანს გადავრგე. ამ ხელა ლავანდამ შეიძლება ვერ გაიხაროს ჩემი გამოცდილებით. აი ეს ბურთულები შორიდან ესე რომ შემოდიხარ, პირდაპირ ჭიშკრიდან ჩანს, გამოჩნდება ზამთარში. ეს ღობე იქნება გამწვანებული და უკან მაქვს ჰიბისკუსების ცოცხალი ღობე, რომელიც უბრალოდ ჩემი თბილისში ეზოდან ავიღე თესლი და აი ესე გავამრავლე ცოცხალ ღობეს, ვაპირებ საკმაოდ მჭიდროდ. უკან მაქვს კოწახური, რა ქვია ამ კოწახურს და თუ გავიხსენე დავაწერ. და ყვითლად ყვავილობს. აი ადრეულ გაზაფხულზე, ანუ სანამ მე იქ ქვემოთ თეთრი ფერებით მექნება ამოსასვლელი, აი ამ ადგილზე ეს იქნება ცისფრად მოყვავილე, გადაპენტილი, მექნება ყვითელი ის კოწახური, რომ გითხარით, აგრეთვე მექნება ყვითლად მოყვავილე ზამთრის ჟასმინი. ეს საერთოდ ამაღლებულზე ესე ტოტებად ქვემოთ უშვებენ ამპელურად, მაგრამ მე მინდა ავიყვანო ეს ღობეზე და ავიყვან შემდეგნაირად. აი ხომ გაიზარდა, მას ვერ მივამაგრებ. თანდათან ვჭრი ისე რომ ღერძი ავუწიო ზემოთ, აი როგორც აქ მაქვს აწეული, ხომ ხედავთ? და მერე დავაბუჩქო. ეს ყვავილობს ყვითლად. და აი აქაც, ვთქვათ, აქ მაქვს მე ყვითელი ალისუმები, ესენიც გაზაფხულზე ყვითლად ყვავილობს და მაქვს ბიებრიჩის აი ესენი. ეს ექსპერიმენტია, მეგობრის ეზოდან ავიღე თესლი, აკანტოს მოლის, მეორე წელია ესი არიან. აგერეკ ერთი პატარა კიდე, ესეც თესლით გავამრავლე. შაშან შემოდგომაზე ჩავრგე. ესაც იზრდება ძალიან მაღალი. აი საბერძნეთში კოლონების მოხატული როა ფოთლებით ეს. მისი ფოთლებით არის ძალიან ლამაზი ფოთლები აქვს. საკმაოდ დიდი. მოკლედ ამას არ უყვარს მზე. და არც გადარგვა. სავარაუდოდ აი ეხლა უკვე ამ მოცალს ამოვიღებ. და აქ რადგან ეს აღმოსავლეთის მხარე მაქვს მე, აი როგორც ფაციასაც არ უყვარს მზე, ხო? და არ დაიწვა ამ ზაფხულს, თუმცა ანუ ნაშუადღევამდე და შუადღის მერეც არ მზე დგას. მხოლოდ რაღაც 2-3 საათის მერე გადადის მზე და გაუძლო. რახან ამან გაუძლო, მაკანტოს მოლისაც აქ გადმოვიტან და ესეთი ფერები მექნება, ფოთლები შეხამება მექნება საკმაოდ ეგზოტიკური. აი ამის ფოთლები ტროპიკულის ის აქვს შეხედულება იქით და აი აქ.
მოკიდე ახლა რასაც ვიზამ, გადმოვიტან აკანტოს მოლის, თუმცა დავიწყე აი ამ ხემეციპარისების გადატანა იქით ღობესთან. გავაგრძელებ შემდეგში. კანტოს მოლის როგორ გამოიყურება, ყვავილობაში როგორ გამოიყურება, სად გამოსახავდნენ საბერძნეთში ამ მცენარეს, სემი საბრიფოლია გაზაფხულზე, მისი ყვავილობა, ბაცია და მისი ყვავილობა, ჰემოროკალისი, შროშანი და ფონითეილი ბალახი. მჯერად დაგემშვიდობებით, მედია მოგეწონათ, მომიწონებთ და გამომიწერთ. მომავალ შეხვედრამდე.